გამოჩვევით შემოკარგებო. როგორ ხართ? იმედია ყველა კარგად ხართ, ჯანმრთელად, ბედნიერად გახარებულები და გამრავლებულები. და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას აბსოლუტურად გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მეიმედებით. ეხლა ზუსტად მე-5 ჯერ ვცდილობ რომ ჩავწერო ვიდეო. მეტი შევა ვიდეო არ იწერება და რა ვქნა. მაინც ვერ განებივრებთ ამ ვიდეოებით ამ ბოლო დროს, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცა მაინც გავაკეთო ხოლმე და ვიდეოები დავდო, ვიცი რომ ელოდებით და ბევრს მოუწერია სადახარ და კარგული გელოდებით ახალი ვიდეოები. თემა არის რატო წავიდა თქვენგან და ამ თემას ვატრიალებ უკვე მე-5 ჯერ. იმედია კიდე არ გაითიშება, რატო წავიდა თქვენგან და ახლა რა მდგომარეობაში არის. დავიწყოთ პირველი მეორე ვარიანტი. შემოკარგებო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, როგორც სამი ამოვიდა, მოდი სამ ვარიანტად გავაკეთოთ, რახან სამი ამოყვა. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი და მიყევით შემხმას და ამოირჩიეთ, თუ გინდა დააპაუზეთ, დაფიქრდით, ისე ამოირჩიეთ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. მეორე და მესამე ვარიანტი გადავდოთ. პირველი ვარიანტი ვიწყებთ რატო წავიდა თქვენგან. რატო წავიდა თქვენგან. რატო წავიდა თქვენგან? შემოკარგებო, აქ ასე ვთქვათ, ძალიან გაუგებარ სიტუაციაში შეხვდით, ასე ვიტყვი, გაუგებარ სიტუაციაში შეიძლება ძალიან ცუდად გამოდის, მაგრამ გაუგებარ სიტუაციაში შეხვდით, იმ დროს შეხვდით, როცა თითქოს არც ფიქრობდით, არც თქვენ, არც ის არ ფიქრობდა აი ამ ყველაფრის წამოწყებას, ძალიან ისეთ სიტუაციაში შეხვდით. მაგრამ თქვენ და ასე ვთქვათ, თუ იმის დასაუბედუროთ ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონი უფრო იმის დასაუბედუროთ, მამაკაცები გადაიტანეთ თქვენ თავზე, ის იმყოფებოდა ადამიანთან, ქალი იყო მამაკაცი, მამაკაცები თქვენზე გადაიტანეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პარტნიორი ყავდა უკვე. და ცდილობდა აი ამ ყველაფრის შეცვლას, გამოსვლას ამ სიტუაციიდან და თითქოს რაღაცა თქვენში დაინახა, რაღაცა, როგორ გითხრათ, აი უფრო სხვანაირი დაინახა და ფიქრობდა, რომ всё გავიმარჯვე, მე შევდივარ რაღაცა ძალიან დიდხნიან ურთიერთობებში, კარგ ურთიერთობებში შევდივარ, მაგრამ აი აქ ერთი მაგრამ იყო, სულ ყოველთვის იყო, სულ ყოველთვის იყო როგორ სიტუაციაში, იცი? თითქოს გრევაში მოდიოდა, ეწინააღმდეგებოდა თავის თავს, გრევაში მოდიოდა, თავის თავს ეომებოდა. არ არის გამორიცხული შვილი ყავდეს და თითქოს ლაპარაკის დროსაც კი სულ ქონდა ძალიან ცუდი ის არის ახლა აი მოსასმენი, მაგრამ სულ ქონდა თქვენთან ლაპარაკის დროს უახსენებდა წინა პარტნიორს. სულ მუდმივად ახსენებდა ის როგორი კარგი იყო, ის რამდენად კარგად რაღაცას აკეთებდა, როგორც სექსუალური პარტნიორი ლოგინში იყო ძალიან კარგი და ასე შემდეგ რა. აი ძალიან ისე იყო და სხვათა შორის გეტყვით, რომ ეს ადამიანი ერთი პერიოდის განმავლობაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში
იყო მაგიური ზემოქმედების ქვეშაც, მაგრამ თითქოს ძალა დაკარგული აქვს, ახლა გასული აქვს ყველაფერს ძალა, მაგრამ ნარჩენები დღემდე აქვს შემორჩენილი და არასტაბილურობა აქვს დღემდე შემორჩენილი ის. რაღაცა უფრო დიდის მოლოდინში იყო, არ ვიცი თქვენგან რას მოელოდებოდა, მაგრამ მოელოდებოდა, რომ მისთვის იბრძოლებდით, მოელოდებოდა, რომ მისთვის დაანგრევდით ქვეყნიერებას, მისთვის ძალიან ჭკვიან ქალაქ მიეჩინხართ ამ დროს. მამაკაცები კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაიტანეთ თქვენ თავზე. ძალიან ჭკვიან ადამიანად მიეჩნიხართ და აი და თქვენ რაღაცა თითქოს სტაბილურობას ინარჩუნებდით, მისი სტაბილურობა იყავით. რატო წავიდა? მუდმივ ქაოსში იყო თქვენთან, კი, კარგად გრძნობდა თავს, კი, ყველაფერი, მაგრამ მაინც სხვადასხვა გეტყვით, რომ თქვენს მიმართ გულგრილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს გაურკვევლობა კლავს და იცი როგორ არის, აი გამარჯვებას მიჩვეული ადამიანი, აი თითქოს გარემოცვა ყურადღებას რო აქცევს ყველა ესეც ძალიან რო დაფუფინებენ თავზე და ძალიან ქალებს მივმართავ, აი მაგალითად კაცი წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქალი მის გარშემო ტრიალებს რა, ანუ იმდენად მაღალი თვით შეფასება ქონდა, ასე ვიტყვი, თავის აქვს უბრალოდ და ძალიან გეტყვით, რომ ქედმაღალია ეს ადამიანი. თქვენ ძალიან სტაბილურად უდგებოდით ამ ყველაფერს, არ ძალიან რუდა ვარდებოდით რასაც, კი, სიყვარული გააქვთ. ანუ ასე თუ ისე უწყობდით ხელს, მაგრამ რო გითხრათ, რომ ახლა მთლად ვარდებოდით სასიყვარულო ისტორიაში და მთლად ესე იგი ჩამხრჩვალი იყავით მასში, არა. ნამდვილად არ იყავით. თქვენ ხართ, გეტყვით, ძალიან სტაბილური ადამიანი, რომელსაც მოდი ესე გეტყვით, ძალიან ცუდად ჟღერს შეიძლება, მაგრამ საყვარლის სტატუსი რო აკმაყოფილებს, ოჯახის სტატუსი რომ უყვარს და უნდა. ეს დროებითი დღეს ვიქნებით ერთად და ხვალე აღარ ვიქნებით ერთად და სხვადასხვა ამაზე ლაპარაკი გქონდათ. იცით რა არის? ამანაც განაპირობა, თვითონ არასტაბილური ადამიანი არის, მაგანაც განაპირობა, გადმოყოლილი აქვს კიდე ძველი ნარჩენები, იმანაც განაპირობა. მოკლედ ძალიან ბევრმა რაღაცამ განაპირობა, თქვენი დაშლა, ასე ვიტყვი. სულ რაღაცის მოლოდინში იყო, თითქოს იცით როგორ მიჩვენებს, თითქოს მოლოდინში იყო, რომ თქვენთან ხელს მოიმართავდა, თქვენთან გათბებოდა, თქვენთან ასე ვთქვათ, სარგებელს ნახავდა. ძალიან დიდი პოტიში, მაგრამ მაინდა-მაინც სტაბილური ადამიანი არ არის, ეს თავიდანვე აღნიშნე და თან თავის თავს ეწინააღმდეგება ბევრ სიტუაციაში, ამბობდა ისეთ რაღაცას და ამბობს ისეთ რაღაცას, მე ისევ თავის თავს ეწინააღმდეგება. რო გითხრათ, რომ ამჟამად მთლად გაფრენილია, ესე ალაგ-ალაგ მშვიდობაში შემოირბენს ხოლმე, ან შეიძლება ეს ტელეფონით როგორ ხარ, რა შვები და ასე შემდეგ. დაპირებები იცოცხლე აქვს, ოღონდ თავის სასახლეს რო აშენებს, მე აგიშენებს შენ ოქროს სასახლეს, თავის ოქროს სასახლეს რო მოსჩება. ანუ დაპირებები და ენა კი იცოცხლე და ზუსტად მაგან მიგიზიდათ, მაგრამ არც ისე ძალიან მიგიზიდათ, როგორც ეთყობა, იმიტომ რომ თქვენ უფრო სტაბილური ჩანხართ და უფრო გაწონასწორებული. რა მდგომარეობაში არის, მოკლედ, ამჟამად ნახოთ ესეც, რა მდგომარეობაში არის ეს ადამიანი. თქვენზე უზომოდ შეყვარებული და მიხვდა, რომ ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ჭამა, ასე ვიტყვი, თქვენგან დაკარგა, ანუ თქვენგან წასვლით დაკარგა სტაბილურობა, ზეიმი, სული ზეიმი, თითქოს ბარაქა იყავით, მისი თითქოს დოვლათი იყავით, მე შემოსავალი ქონდა, იცით? ბევრი სიხარული ქონდა და ეხლა მიხვდა, მებრძოლი ქალი ხართ და ეხლა მიხვდა ამას, ეხლა უფრო მეტად მიხვდა და ეხლა უფრო მეტად აფასებს.
მაგრამ და ძალიან დარდობს და არის რა გააკეთოს, შებოჭილია, ხელფეხშეკრული არის, დათრგუნულია, არ არის გამორიცხული, ჩემო ღამის გზაზე დაგადგეთ თავზე მოულოდნელად, ან ღამიზარი განხორციელდეს, სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს. და თქვენი დახმარება დაჭირდეს. ამას განქორწინება აქვს გადატანილი, ჩემო ოჯახი სავარაუდოდ გქონდა და შვილებიც ყავს. ამას ვიტყვი. კიდე რა მდგომარეობაში არის, ვნახოთ. იცით რა არის, გეტყვით იმას, რომ ერთი ეს ადამიანი არის მოვლენილი თქვენთვის, იმიტომ რომ უნდა მოვლენილი იყო, ზეციდან არის, ასე ვთქვათ, გამოგზავნილი, თქვენ მისთვის ხართ გაგზავნილი. ანუ თქვენი ესე ურთიერთობის გაწყვეტა არ არსებული არის და ეს კიდევ თავისი манипуляციების მსხვერპლი თვითონვე გახდა. ასე გეტყვით და გეტყვით იმას, რომ ეს ისევ მალე დაბრუნდება, ისევ მალე დაჭირდებით და ეხლაც ჭირდებით, მაგრამ უბრალოდ ვერ ბედავს მოbrunებას. ლაპარაკი უნდა ჯანმრთელობა აქვს ცოტა შერყეული, გეტყვით, არ არის გამორიცხული, თავის ტკივილები ან ხერხემალია, ხერხემიდან გამომდინარე, თავის ტკივილები აწუხე ხერხემალი და თავის ტკივილები აქვს, რაღაცა პრობლემა აქვს, შეიძლება იყოს წელი, ხერხემლის ტერიტორია, ასე ვთქვათ რა, და იქიდან გამომდინარე თავის ტკივილები გქონდეს. პირველი ვარიანტი დავამთავრეთ, ასე რომ ამას დაბრუნება უნდა, თუ მიიღებს, კი ბატონო, გაშლილი ხელებით ჩაეხუტეთ, მაგრამ მიხვდა რა ჭამა, კარგია რომ მიხვდა, ზოგი ვერ ხვდება. მეორე ვარიანტი, ჩემოკარგებო, მეორე ვარიანტი, რა იყო თქვენი დაცილების მიზეზი? მეორე ვარიანტი, თქვენი დაცილების მიზეზი, ჩემოკარგებო, უცბად ძალიან, იცით რა არის, ეს თქვენ არც უნდა დაცილებოდით, იმდენად დიდი სიყვარულია, ბავშვური, გულწრფელი, თქვენ ხართ წყვილი, ცოლ-ქმარი არ უნდა იყვეთ, წესით არ იგით, როგორც აქ მაჩვენებს, თქვენ იყავით ერთმანეთის სულის ზეიმი, თქვენიც იყო ის და მისი თქვენ იყავით, მაგრამ რაღაცა მომენტში უცბად გაიყინა სიტუაცია, თითქოს ეს ყინულის კედელი აღიმართა თქვენ შორის და მზე ძალიან იშვიათად გამოდიოდა და იშვიათად ათბობდა თქვენ გულს და სულს, ასევე მისასაც. რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი, ვნახოთ. რატომ დაშორდით, რატომ წავიდა? აქ უკვე სერიოზული მაგიური ჩარევა არის, ჩემოკარგებო, რომელმაც მთლიანად დაანგრია ეს ადამიანი, არ არის გამორიცხული 4-6, სადაც 8 თვემდე, ესე რაღაც ამ მონაკვეთში 4-დან 8 თვემდე მონაკვეთში არის წასული. მაგრამ თვითონ არის საერთოდ განადგურებული, გამოფიტული, დაშლილი, იქცა ადამიანად, როგორი ადამიანებიც თვითონ ეზიზღებოდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფლიდი მატყუარა, დაბრუნება უნდა, ამასაც უნდა დაბრუნება, როგორც პირველ ვარიანტს მოინატრა. იცით რა არის, ვისთანაც არ უნდა იყვეს ეს ადამიანი და არის ამჟამად არის პიროვნების სხვა პიროვნებასთან, ვისთანაც არ უნდა იყოს, თქვენზე აქვს აქცენტი გაკეთებული, გადარებთ, იცი რა არის, ის ამას ესე არ გააკეთებდა, ეს იმან უფრო კარგად იცის, უფრო კარგად გამოსდის და ეს ამ ქალს, ამაკაცებო გადაიტანეთ, აცოფებს, ეს ქალი არის შვილიანი, სხვა შორის ამჟამად ძალიან არეული სიტუაცია აქვთ და არ არის გამორიცხული, პრაქტიკულად დაცილებულებიც
კი იყვნენ. გეტყვით, რომ ქალი არის მიზეზი, ქალის მიზეზით წავიდა. აი ამ ქალს ერთადერთი მიზანი აქვს ქმრის სტატუსი მოიპოვოს. მამაკაცებო, ანუ ცოლის სტატუსი მოიპოვოს. მეტი ანუ გადაიტანეთ თქვენ თავზე მამაკაცებო, ანუ მეტი ამას არაფერი არ აინტერესებს. ამ ქალს არ უყვარს, ფაქტის ახეზია, ატყუებს. ყავს გვერდზე სიყვარულები. ამაზე უსიამოვნება მოსდით, აი ამ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშია მეთქი რომ ვიკითხე. აი ამ მდგომარეობაში სრული ქაოსი აქვს, სიძლიერე დაკარგული, გამოფიტული, განადგურებული ადამიანი. არის დაბრუნება უნდა თქვენ სიყვარულს მოსტირის, მაგრამ პრაქტიკულად აქ გეტყვით, რომ აქ გონია რომ გზა აქვს მოჭრილი და ისიც გონია რომ თქვენ უკვე სხვა ნახეთ და არ არის გამორიცხული აქ მიდიოდეს თქვენი თვალი, ჩემო კარგებო. თქვენი თვალი და თუ გაიგო რომ ვინმე პარტნიორი გყავს, არც არის გამორიცხული რომ იმას დაუკავშირდეს და ანუ დაიწყოს რაღაცა თქვენზე თავლაფის დასხმა, ან კიდე იმას გამომართოს ცხვირპირის ნახვა. ვის დაინახება ცხვირპირი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ გამოვრიცხოთ. არ გამოვრიცხოთ ნამდვილად. მოდ ჩემო კარგებო, კიდევ ვნახოთ, აბა. არა, იცით რა არის, აი რა მდგომარეობაში არის, გეტყვით. ატყუებს. იცით რა არის, ერთმანეთს ატყუებენ. ეს ქალი ატყუებს მას, ეს ატყუებს იმ ქალს, ანუ სიტუაცია არის აბსოლუტურად კატასტროფული, რასაც შეიძლება დავარქვათ კატასტროფა, სრული კატასტროფა არის ამ სიტუაციაში რა. ეხლა რასაც უყურებ მე აქ უსიამოვნებები, ანუ გაბუტვები, სახში არ მისვლები, პატარა ბავშვი უჭირვეულობა და მომენტში სხვათა შორის ფიქრობს დაბრუნებას და სულ აი შედარების პრინციპი აქვს, რა სულ გადარებ, შენ გადარებს იმას ანუ ვერ შეგადარებს, ხვდება მაგას და სულ აი შავსა და თეთრ შორის ხაზზე დადის რა, რაღაცა ბეწვის ხიდზე დადის, ძალიან ქანაობს და ძალიან დიდ რისკებზე მიდის სხვათა შორის გეტყვით. იყო მომენტი, როცა ესეთი აფოფინებული იყო და ძალიან შეყვარებული იყო ეგონა, მაგრამ მიხვდა, რომ ძალიან მანიპულაციის მსხვერპლი გახდა და ძალიან მახეში მოექცა. გამოკეტილი არის პრაქტიკულად, იცი, აი სხეული თითქოს, ადამიანი ხა მოძრაობს ხო რაღაცა, მაგრამ თითქოს ჩაკეტილი აქვს, ამ კაცს გზები ჩაკეტილი აქვს, ყველაფერი ჩაკეტილი აქვს, ამ ქალმა იზრუნა იმაზე, რომ სტატუსი ქონოდა. ძალიან ნელ-ნელა შეიტყუა, ასე ვთქვათ, შეიტყუა და ბოლოს მოკაჩა და მოითრია ერთიანად და ეს პირდაპირ გეტყვით, რომ ლოგინზე არის გაკეთებული და ასე ვთქვათ, სასიყვარულო მაგია გადავიდა სექსუალურშიც და ქვედეჩარები ნაკლებად აღფრთოვანებაში ექნება, ასე ვთქვათ, სხვასთან. ჯერჯერობით ესე არის. ამას შველა ჭირდება ნამდვილად და რა ვიცი, თუ გიღირთ და გიყვართ, სხვათა შორის იყო ერთად თქვენ შორის ძალიან დიდი სიყვარული, მაშინ მიხედეთ და გამობდღვენით ხელიდან ძალიან ვეშაპს ხავს შაგდებული, ასე გეტყვით. გადასანსლა. ეს მეორე ვარიანტი დავამთავრეთ და მესამე ვარიანტი. რა მიზეზით წავიდა, რატო დაგტოვათ, რატო წავიდა. მომწერეთ აუცილებლად კომენტარებში, ჩემო კარგებო, ორ ვარიანტად გირჩევნიათ გაშლა, თუ უფრო ერთ ვარიანტად გირჩევნიათ გაშლა. აუცილებლად მომწერეთ, რომ თქვენ
სურვილებზე მოვერგო. მესამე ვარიანტი. მოდით ესე გეტყვით მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი, ჩემო კარგებო, მესამე ვარიანტი თქვენთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან მძიმედ გრძნობდა თავს. ამ დროს არ უნდა იგრძნო თავი მძიმედ, მაგრამ გრძნობდა თავს ძალიან მძიმედ, რატო გრძნობდა მძიმედ თავს? შემიძლია გითხო, ძალიან მაინტერესებს. ეს ფლად კატასტროფა არის, ადამიანი მოსიარული კატასტროფა ჩვეულებრივად, ანუ მძიმედ გრძნობდა თავს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი ქალი, თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, იმპერატრიცა, თქვენ ხართ სულიერად მდგრადი ადამიანი, არც ქენქერა, არც ერთცეტი, არც როგორ გითხრა, აბსოლუტურად არც ძალიან უხეში, მაგრამ რაღაცა დასტაბილურებული გაქვთ სიტუაციები ძალიან კარგად, მაგრამ ეხლა უყურეთ როგორ რაღაცა არის თქვენგან საიდუმლო მალა, მაგრამ ვეღარ დამალა და აქ მიჩვენებს, რომ ის კი არ წავიდა თქვენ დაამთავრეთ. ასე ვთქვათ, თქვენ გააგდეთ ეს და ეს კუდამუძუებული მიგვანჭალობს და მიდის, რა ვიცი, სადმიდის ახალი სიყვარულებისკენ, მაგრამ ეს ტიპი არის თვითონ ისეთი. ანუ სხვა უნდა აჭამოს, სხვა უნდა ჩააცვას, სხვა უნდა შეინახოს, სხვა უნდა მოუაროს, ანუ ინვალიდი არ არის აშკარად ადამიანი. უბრალოდ ქაოტური ადამიანი არის, ნარცისი არის, თავისთავი ძალიან უყვარს, სავარძე დიდი ეკლები აქვს ლამაზებს. ანუ საკმაოდ სიმპათიურიც კი უნდა იყოს, ვიზუალი უნდა ქონდეს კარგი რა, გეტყვი. მატყო არა, ქრონიკული მატყო არა, 10 სიტყვიდან შეიძლება 10-ვე ტყუილი იყოს, ან 1 იყოს სიმართლე, 9 ტყუილი იყოს. სულ უსიამოვნებებში არის გახვეული და გეტყვით იმას, რომ ანუ როცა აი მაინც ვერ ეუბნებით რაღაცებზე, უარს იცით როგორ ხო გააგდეთ, არ გინდათ, წავიდა არ ქვია, ამან დაირქვა რომ წავიდა, მაგრამ სინამდვილეში არ წასულა. უბრალოდ თუ ეპატიებოდა 2 სკამზე, 3 სკამზე, 4 სკამზე ჯდომა ერთდროულად, კი ბატონო, დარჩებოდა თქვენთან, მაგრამ თუ არ ანუ ვერ მოთავსდებოდა, ну აი სხვა გზა არ დაუტოვეთ, ადიქ იწადიო პირდაპირ უთხარით. ეს რა მდგომარეობაშია ახლა? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თქვენთვის საბედნიეროდ და მის დასამწუხაროდ, მასაც ისევე უღალატეს და ასე ვთქვათ, გემრიელის ჩახვეული რქებით ატარებენ, ფულით კვებავენ, ასე გეტყვით. სუგზებზე არის რაღაცა მიდის, მოდის. მუდმივად არც ერთთან არ ჩერდება. ერთადერთი ქალი იყავით, მამაკაცები თქვენზე გადაიტანეთ, ვისთანაც შეეძლო მუდმივად ყოფნა, დანარჩენი მუდმივად არ ჩერდება. ანუ თავი იმპერატორად მიეჩნია, არა და არის პატარა ხელის ბიჭი, ასე ვთქვით, გეტყვით. მაგრამ არ ვიცი აქ ვინ რა გააკეთეთ და როგორ გააკეთეთ, მაგრამ გემრიელი ნამუშევარი კი არის, ბუმერანგი არის დაბრუნებული. ის კინკრეხოში ისეთ გემრიელად აქვს მოხვედრილი ამას. კაი, კარგად რო წამოარტყავა ეს, გემრიელად რო წამოარტყა. ცხოვრებამ ესე წამოარტყა. ამჟამად პრაქტიკულად გეტყვით, რომ პარტნიორის გარეშე არის დარჩენილი. რაღაცა დამოკიდებულება აქვს, არ ვიცი სასმელია, ნარკოტიკია ეს თუ თამაშია. ну ქალების დამოკიდებულება სხვათა შორის მაგას გეტყვით. რაღაცა ისიც არის, აი ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობს, ეხლა გონია რომ ერთი გადმოაგდებს, ეხლა პაჭკით ფულს დაეცემა, ან ქალი გადმოვარდება ესეთი მილიარდელი ვიღაცა დაეცემა, თვითონ ხელის განწრება არ უნდა ერთი სიტყვით, აი ზის და ელოდება.
იცით, აი, ამ შემთხვევაში შემიძლიათ ამამად ვთქვა, რომ თქვენ დასაბრუნებლად ამ ადამიანმა შეიძლება კი არა და უკვე მიმართა მაგიას, ასე გეტყვით, რომ თავიდან დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა და აგიხვიოთ თვალები. მაგრამ თქვენ პირდაპირ გეტყვით, აი ახლა მიყურებს ადამიანი, მესამე ვარიანტი მიყურებს, რომელმაც სავარაუდოდ ბუმერანგი დააბრუნა, წმენდა ჩაიტარა, ბუმერანგი დაუბრუნა და ესე იგი კამფეტივით ერგება, რაც თქვენთვის გამოიმეტა, სულ ყველაფერი უკლებლი, უბრუნდება უკან. სხვათა შორის დიდი ტანჯვა გამოგატარათ რა, ესე გეტყვით. ცოტა სხვა რაღაცებიც აქვს, ნამაიმუნარი, ასე ვიტყვი. მაგრამ ცუდი ისეთი შავი და ბნელი არაფერი, ესეთი გემრიელი, კარგად მოხვედროდა რა, ესე იგი და ეგრძნო ის ტკივილი, რაც თქვენ განიცადეთ იმ პერიოდში, მაგრამ განიცადეთ ის კი არა, მიტოვებული იყავით, არა, უბრალოდ გიყვარდათ, უბრალოდ თქვენში შემოვიდა ეს ადამიანი, თავბრუ დაგახვიათ, უცბად დაიწყო ურთიერთობა და ძალიან ესეთი სწრაფი ტემპით წავიდა, დიდი სიყვარულობანა გაჩაღდა, მაგრამ თქვენ ხართ თვითონ გამომჟღავნება იცით, მაგრამ აი ესე ფლადზედ გადაყოლა არის და თუ მიხვდებით, რომ ის ადამიანი ცოტა რაღაცას ურევს, იქ უკვე წერტილს უსვავთ და აი ზუსტად ესე დაესვა წერტილი, როგორც კი გაიგეთ, ესევე მოუკრიფეთ ბარგი ბარხანა, ასე ვთქვათ და გასვით თავის ჩემოდნიანად, გააცილეთ მშვიდობით, ტკბილად, თბილად. ეს არის ალფონსი, ეს ცოტა ფრთხილად იყავით, მაგიური ზემოქმედება აქვს უკვე კაცებმაც რომ დაიწყეს სიარული, მე ძალიან მეცინება, მაგრამ არა უშავს. უკვე დიდი ხანია უკვე დაიწყეს, მაგრამ მამაკაცებო გადაიტანეთ, შეიძლება ქალიც იყოს თქვენზე გადაიტანეთ. მოკლედ, ესეც მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტმა გამოაუცა, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემოკარგებო. ბედნიერ ღამეს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემთან დაკავშირებას თუ ვინმე გადაწყვეტავთ, დღეს მაგალითად შევედი და ტარო ყველასთვის აღარ იყო, რატომღაც ჩემს ვიდეოს აზის თავზე ზუსტად ეს ტარო ყველასთვის და აღარ ეწერა ტარო ყველასთვის,